საინიციატივო ჯგუფი ახალგაზრდობა დემოკრატიისათვის მიიღო გადაწყვეტილება დღევანდელი გადაცემა დაეთმო ძალიან საჭირო და აქტუალური თემისთვის და ეს თემა გახლავთ დევნილების ინტეგრაცია და დასაქმება. დამეთანხმებით ეს თემა ყველა ჩვენს მოქალაქეს აწუხებს და შესაბამისად სტუმარი ძალიან საინტერესო ყავს ბატონი ელგუჯეგვაზავა, რომელიც გახლავთ აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე, ასევე ამავე ორგანიზაციის წევრები გაუძღვებიან ჩვენთან ერთად ამ გადაცემას. რომან აკოფაშვილი, გიორგი მენაბდე, ნანა კაკაბაძე, მატია გუგეშაშვილი და თიკო მიქაძე. მოგესალმებით ბატონო გია და მოგესალმებით ვაშებო. ძალიან მიხარია რომ ჩვენ ერთად ამ თემას განვიხილავთ ბატონ გიასთან ერთად. ბატონ გია, მოკლედ რომ გითხრათ საუბრის დასაწყისში, რა ხდება, რას აკეთებს საბჭო, რომ უფრო ინტეგრირებული იყვნენ დევნილები საქართველოში? ეს მრავალმხრივი პროგრამაა. ის რაც დასაქმებას ეხება საქართველოში საერთო პრობლემა არის და ამიტომ დევნილები აქ სადაც სამთე ჯგუფად გამოყოფილი არ არის. მაგრამ აი ამისთან ორგანიზაციის მეშვეობით, როგორც დღეს აღარ შემოყოფებით, მადლობა მინდა უთხრამათ, მიდის რაღაც გარკვეული მუშაობა, თუნდაც გადამზადების, მომზადების კუთხით, ინტეგრირებისთვის ადამიანების, მეტყვი რომ დევნილთა არ მიყვარს ეს სიტყვა დევნილთა, მაგრამ საზოგადოება რომ მარგინალური არ გახდეს. არის გარკვეული ნიშნები იმისა, რომ ადამიანები ამ 20 წლის განმავლობაში და მეტის დეპრესიული ხდებიან, სხვა ხედვა აქვთ, ფიქრობენ უფრო აი დღევანდელზე და უცებ ვიდრე პერსპექტივაზე. Imastan არის, რა თქმა უნდა, ბრძოლა მე ესე ვფიქრობ, იმიტომ რომ ადამიანი პერსპექტივაში უნდა ხედავდეს თავის ცხოვრებას, თავის მომავალს. და ეს ბავშვები, ეს ორგანიზაცია ცდილობს აი ამ კუთხით გადამზადებას. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, არის კიდე სხვა პროგრამები, რომელშიც მონაწილეობს აფხაზეთის მთავრობა და ჩართულობა იმ ყველა პროგრამაში, რომელიც არის საერთოდ საქართველოში. აი ეს არის ძირითადად. კი ბატონო, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ამ ორგანიზაციის არსებობა საქართველოში, ვინაიდან რადგანაც ძალიან ბევრი აქტივობას ახორციელებს ეს ბავშვები მიდიან საზღვარგარეთ დასავლეთში, აფიქსირებენ თავიანთ აზრს, თავიანთ მოსაზრებას და კიდევ ერთხელ ვახსენებთ მსოფლიოს, რომ ჩვენს ქვეყანას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი მიზნები იმ კუთხეებთან დაკავშირებით, რომლებიც სამწუხაროდ დღესდღეობით ხელი არ მიგიჩნდა. და გვინდა თქვენი შეფასება შეერთებულ შტატებში მიდიან ეს ბავშვები, რომლებსაც აქვს საინტერესო მოხსენებები და ამ პროექტს ქვია გლობალური გადაწყვეტილებების ლაბორატორია და თქვენი აზრით, რამდენად მნიშვნელოვანია მსგავსი ვიზიტები შტატებში? მე მქონდა ბედნიერება ორჯერ ყოფილიყავ იმ ბავშვებთან ერთად და მიმაჩნია, რომ ძალიან დიდი საქმე გექნება. პირველ ყოვლისა ის, რომ ბავშვები ეცნობიან გარესამყაროს. იმისთანაა ქვეყანაში, როგორც ამერიკა, გაერო. მთელი მსოფლიოს ახალგაზრდობა და წარმატებულად ჩვენი ახალგაზრდობა ძალიან ნიჭიერია. ერთადერთი ცოტა გვიჭირს როგორც იტყვიან, აი ჩვენი ემოციურიდან გამომდინარე, ცოტა ემოციურები ვარ და ხმალობთ როგორც იტყვიან. დანარჩენი მე ვიცი რომ ერთხელ პრემიერებულები ვიყავით, გრანტი მოიგეს ბავშვებმა, მეორეჯერაც ძალიან დიდ წარმატებას მიაღწიეს, მაგრამ ისეთი, შეიძლება ითქვას მეორე ადგილი დავიკავეთ ესე. კარგია, რომ ეს ახალგაზრდობა იცნობს მსოფლიოს. ის ახალგაზრდები, რომლებიც ჩამოვიდნენ სხვადასხვა ქვეყნებიდან, გარკვეული კულტურა ჩამოაქვთ თავისი ქვეყნის, იგივე ამერიკის და არც ისე, როგორც იტყვიან, ჩვენ ვხედავთ აქედან ზოგჯერ გლობალიზაციას, რომ ეს მარტო საშიშროება, მარტო ესე არ არის. იქაც ძალიან გულისხმიერი ადამიანები, იქაც უთმობენ ადგილს მეტროში მოხუცებულებს, ორსულებს და წარმოიდგინეთ ორჯერ მე-19 ადგილი, არ ვიცი რატომ, აგერ თულისუფლებას არ მომცემს რიდა. გაუკვირდათ ყველას, მაგრამ მოხდა ესეც. ერთ სიტყვით, ყველაფერი ადამიანური იქ არსებობს და მასთან ერთად არსებობს ძალიან დიდი мотиваცია ადამიანების თავის მომავალზე, თავის საქმეზე. არის რა თქმა უნდა, ყველაფერი ისე ბრმად, რომ წარმოვიდგინოთ არც ის არის. ჩვენ გვაქვს ჩვენი ტრადიციები, რაც უკვე დრომოჭრულია, ეს უნდა დავივიწყოთ, მაგრამ ის ტრადიციები, რომლებიც ჩვენ განსხვავებით სხვა ერებისგან, ის აუცილებლად უნდა დარჩეს. და პირიქით, იმით არის ჩვენ საინტერესო და არა ახლა იმით, რომ ლუი ამსტრონგზე უკეთესად ჯაზს არა მგონელი მიიღებდეს კიდე დიდი ხანი. მაგრამ ის ჩვენი კულტურა, ქართული ხელოვნება, ჰანგი, ცეკვა, რა ვიცი, ის თუნდაც ის ჩასაცმელი, რომელიც იწვევს ბავშვებს,
ძალიან აინტერესებდა და მოგვირდა რომ აი რა ვინხართ, რა ხართ. ერთ სიტყვით ბევრმა არც იცის რა არის საერთოდ საქართველო. ამიტომ ეს შეხვედრები აუცილებელია, ხო კავშირები იბნება. და ეს კავშირები ამ ბავშვებს აუცილებლად გამოადგებათ. ისევ თავისი ქვეყნის მშენებლობისთვის. და ბატონ გია ვიცი რომ ახალგაზრდებს უამრავი შეკითხვა აქვთ რაც შეეხება ჩვენ თემას, რაც შევიკრიბებთ დევნების დასაქმება და ინტეგრაცია საზოგადოებაში და თორემ დასვა გითხოთ. თქვენი სამინისტროს სტატისტიკით დღესდღეობით რამდენი პროცენტი დევნილი არის დასაქმებული და რამდენი მუშაობ? ესეთი სტატისტიკა არავის არ აქვს დასაქმებული, მაგრამ გვაქვს ერთი პატარა სტატისტიკა ესეთი რომ როდესაც იყო ესეთი მიდგომა რომ ვისაც 1200 ლარზე მეტია ხელფასი დევნილებს იმათ 45 ლარზე ვარი ეთქვა შემწეობაზე და აღმოჩნდა სადღაც 6700-მდე დევნილი რომელიც ღებულობდა ამისთანა ხელფასს. ამისთანა სტატისტიკა საქართველოში საუბედუროდ არ წარმოგვიდგენს და მართალი გითხრათ ესეთი გამოყოფა რომ დევნილები რამდენი არიან დასაქმებული ცოტა ძნელი გამოსარკვევია, იმიტომ რომ არის კერძო კომპანიები, არის სახელმწიფო, აი სახელმწიფოებში რაც ვთქვი, მიახლოებით ეს არის. ნუ რა თქმა უნდა მეტია. იმ 7000-მდე დევნილზე მეტია, იმიტომ რომ ვისაც ნაკლები ხელფასი აქვს. ხო მივხვდით, ის 1200-ზე იყო მარტო ლაპარაკი. ერთ სიტყვით საინტერესო გამოკვლევა, რა თქმა უნდა, თუ კი ამას ძალიან დიდი მასშტაბები ჭირდება და ძნელი გამოსაკლები. და ახალსავე შეგვიძლია ბატონო გია, რამდენად არის ჩართულობა სპორტულ და კულტურულ ღონისძიებებში? ვიამახებდა გეტყვით, რომ პირველი ოლიმპიური მედალი დევნილებმა მოიპოვეს. ეს პირველი ოლიმპიადა, რომელიც მიიღო საქართველოს მონაწილეობა. ყველაზე მეტი სპორტსმენი აფხაზეთიდან იყო. და იგი ლუკა კურტანიძე იყო პირველი ოლიმპიური ჩემპიონი, მესამე ადგილი იყო, მაგრამ პირველი მედალი საქართველოში. ფეხბურთში იცით ძალიან ბევრი ადამიანი მონაწილეობდა ყოველთვის საბჭოთა კავშირის ნაკრებში. 21 ადამიანი თამაშობდა საბჭოთა კავშირის ნაკრებში აფხაზეთიდან. ძალიან გამორჩეულები ბარქაია, სიჩინავა და რომელიმე სიმონიანი თუნდაც იგივე დღესაც რა თქმა უნდა საქართველოს ნაკრებშიც არიან აფხაზეთის მკვიდრნი და პრაქტიკულად ყველა სფეროში რომელსაც მოიცავს ჩვენი სოციუმი აფხაზურ წარმომადგენლობა. თქვენ ახსენეთ საუბარში, რომ აი ახალგაზრდებს ძალიან წარდგებათ პირადი ურთიერთობები, რასაც დასავლეთში დაამყარებენ. და ასევე მინდა გითხოთ, ძალიან მნიშვნელოვანია ყოველთვის პირადი ურთიერთობები და რამდენად გაქვთ კონფლიქტის ზონაში მცხოვრებ ადამიანებთან პირადად თქვენ ურთიერთობები და ეს არაოფიციალური ურთიერთობები ძალიან მნიშვნელოვანია. იცით როგორ სიტუაცია, ესე იგი, ჩემი თანამდებობიდან გამომდინარე, ბევრი ერიდება ჩემთან, ჩემი ყოფილი მეგობრები, ყოფილი არა მეგობრები, ჩემთან ურთიერთობას. ერიდებიან მრავალი მიზეზის გამო. მაგრამ ის ვინც ჩამოდის აქ ხდება და არა ჩამოდიან ძალიან ბევრი უნალობის კუთხით, ისედაც გამოდიან, რა თქმა უნდა გვაქვს კავშირი. აი, თუნდაც სულ ახლა ხანი იყო ჩამოსული, ძალიან როდესაც აფხაზეთის მიწა საბჭოს თავმჯდომარის ოჯახის წარმომადგენლები და მომნახეს რაღაცნაირად ჩვენს მხარში დაუდექით და ეს ადამიანური კავშირი აუცილებლად არის და იქნება, იმიტომ რომ აქ გვარები ჩემი მოგვარე ერთ-ერთ ბრძოლაში, ესე იგი 93 წლის მარტში, 16 მარტს, ორი ჩემი მოგვარე დაიღუპა. ერთი იყო ბარიკადის მეორე მხარე, ერთ მხარეს, მეორე მხარეს. 21-ის და 24 წლის ბიჭები. ახლა როგორ შეიძლება მათ შორის კავშირი გაწყდეს? იმიტომ რომ ამ კონფლიქტს ჩვენ კონფლიქტს ყველაზე დიდი რესურსი აქვს შერიგების. ეს არ არის ეთნიკური კონფლიქტი, ეს თავისუფლებული კონფლიქტია ჩვენი მეზობელი ჩრდილოეთიდან ამას გადაკეთებს და აქედან გამომდინარე შერიგებაც უფრო ადვილი იქნება მისული. ტკივილიც მეტია, იმიტომ რომ ერთი გვარის ხალხი ხოცავთ ერთმანეთს სამხაროქო, მაგრამ შერიგების მეტი რესურსი არსებობს. ისევე როგორც ესპანეთში, ხო? ფრანკომ ძეგლი დადგა, სადაც მიწერილი იყო, ისინი იბრძოდნენ ესპანეთისათვის. ყველა ახაც ისეთი სიტუაცია უნდა იყოს და იქნება წამსვეს. ჩამოდის ახალგაზრდობა და ვიცი, მე მიხსენებენ არა მარტო მე დიდი სიტყვით, იმიტომ რომ ჩვენ დარჩენილია დიდ ყურადღებას ვაქცევ და ჯუქნით იმ სიყვარულს, რომელიც მათ ეს ემოენათათ.
კი ბატონო, ეს რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია და ასევე ვიცი რომ თქვენს გაქვთ კითხვები და თითოეულ კითხვის უფლება რა თქმა უნდა გვაქვს და შემდეგ უკვე სხვა ჯგუფთან ერთად უნდა გავაგზავნოთ ბატონ გიასთან საუბარი. ბატონო გიას ერთი კითხვა მაქვს. ჩვენ ჩავატარეთ გლევა დევნილ ადამიანებთან და აღმოაჩინეთ რომ აქვთ დაბალი мотиваცია. თქვენი აზრით გვინტერესებს თქვენი აზრი რომ რა შეიძლება უკავშირდებოდეს მათი ეს დაბალი мотиваცია ასე ვთქვათ. მოდი ღიად თქვა, ის თვითონ ქვეყანას დღეს პრობლემებია ბევრი. ხო წარმოიდგინეთ ამას დაამატეთ კიდე პირადული ძალიან ბევრი პრობლემა. აი გეტყვით მარტო მაგალითს. რამდენიმე წლის წინ ჩვენ ჩავატარეთ პროექტი. თქვა სოხუმში სადღაც 3000-მდე ქორწინება იყო და განქორწინება სადღაც 10%-ამდე. აქ 5 წლის თუ 7 წლის განმავლობაში იყო სულ 500 ქორწინება და 38% იყო განქორწინება. ახლა რატო ხდება ეს? ბევრი ისეთი პრობლემაა, რომელიც არ ჩანს, მაგრამ წარმოიდგინეთ, ამისთან ერთად ახში ცხოვრობს რამოდენიმე ადამიანი, მოიყვანა ახალგაზრდა მცოდნე. განმარტოების საშუალება არ აქვს. მივხვდით, ამას მოსდევს 1000 რაღაცას ვამბობ, თავი მართავს ყველაფერს. და აქედან გამომდინარე ეწება თხან დეპრესია და ხდება ის, რაც შემდგომ სასურველი არ არის. ახლა სასტარტო პირობებიც დევნილ მოსახლეობას და არადევნილ სხვადასხვა. მიუხედავად იმისა, რომ პრობლემა ერთი და იგივეა, უმუშევრობა ერთი და იგივე პროცენტით არის მიიღო. მე დარწმუნებული ვარ, რომ დევნილები უფრო მეტად არიან ჩართული სამუშაო პროცესში, ხელოვნებაში თუ დავუშვით, მუშაობა დევნილები მეტი პროცენტულად, ვიდრე სხვა რეგიონის წარმომადგენლები, იმიტომ რომ ზუსტად мотиваცია ჰქონდათ მეტი და თავის შვილებისთვის ესწავლებინათ. ძალიან წარმატებულები არიან ახალგაზრდები აფხაზეთიდან, ხილვალიდანაც. მე უფრო აფხაზეთზე ამახვილებ ყურადღებას, იმიტომ რომ მათი მშობლები წელებზე ფეხსით გამდნენ და ბაზარში პირველები მიდიოდნენ, ბოლოები გამოდიოდნენ იქიდან და შვილებს ასწავლეს. რომ ვიყოთ რამდენი მხოლოდ აი საოპერო მომღერალის დღეს ევროპაში მასკალიდან დაწყებული და მეტროპოლიტენი დამთავრებული გაგიკვირდება. 1-2 ათეული აფხაზეთიდან. ბევრი არის კიდე წარმატებული რაღაც იმ დარგებში, რომლებიც მათთვის იყო მათი სპეციალობიდან გამომდინარე. ახლა მე ვასწავლე უნივერსიტეტში და ბიოლოგიას და ბიოლოგია საქართველოს არ ჭირდებოდა არა მარტო დევნილებს. საუბედუროდ ეს იყო. ახლა ცოტა იწვება ეს განათლების კუთხე, ცოტა სხვანაირი ხდება, მაგრამ მათემატიკა, ფიზიკა და ესენი არ იყო მოდაში, როგორც იყვნენ, იყო ეკონომიკა, მენეჯმენტი, იურისტები და ასე შემდეგ. და ახლა რო ვაკვირდები, ვხედავ, რომ ჩვენები არიან მედიცინაში, საოცრად გამორჩეული ექიმები არიან აფხაზეთიდან. რატომ გეტყვით ახლა, ამასაც არ ახსნა. მათ გამოვლილი ჰქონდათ უმეტესობას რუსული სამედიცინო საბაგანათლება. იქ პრაქტიკა უფრო დიდი იყო ვიდრე საქართველოში. იმიტომ თავისი მასიდან გამომდინარე, ხო, მოსახლეობის. ამიტომ ჩვენი ექიმები ძალიან წარმატებულები არიან და ძალიან ბევრი არიან. თბილისის სინამდვილეში ამოყარებთ სულიად საქართველოს. კიდე არის რამოდენიმე სპეციალობა, სადაც თქვენ იცით, რომ სოფლში იყო 5 საბჭოთა კავშირის მნიშვნელობის ინსტიტუტი. ეს ფიზიკო-ტექნიკური, სადაც ატომური რაღაც იარაღის თაობაზე მიდიოდა მუშაობა და იქ შეიქმნა ბევრი გერმანელი მეცნიერი თავიდან იქ მუშაობდა სოხუმში. შემდგომ ატოლი ეწოდებული ზღვის შემსწავლელი ინსტიტუტი, სადაც სამხედრო კუთხითაც იყო ძალიან დიდი. შემდგომ იყო ყველაზე დიდი, მსოფლიოში სულ 2 იყო და ერთ-ერთი იყო სოხუმში, ეს მაიმუნების პიტომნიკი, სადაც გამოკვლევები მიმდინარეობდა როგორც ესე იგი სამედიცინო კუთხით, ისე სამხედრო კუთხით და ასე შემდეგ. ეს კადრები არსებობს. ამიტომ რა თქმა უნდა ჩვენ ცოტა ესეთი არასწორები მოგვაქონდა ერთი პერიოდი, რომ მეცნიერება არ არის საჭირო. ეს მისო ფუნდამენტალური მეცნიერება საქართველოსთვის ძნელი ასათვისებელი იყო, მაგრამ ლადესე მოშლა დანაშაული. ეს ადამიანები ზოგი საზღვარგარეთ არის, ზოგი აქ მოღვაწეობს, არის კიდე ის ფიზიკო-ტექნიკური ინსტიტუტის ნაწილი აქ არის და საოცარ საინტერესო გამოკვლევებია მაგალითად და მუშაობას აწარმოებს ქართულ ბაზალტზე. აი ბაზალტის ხარო არის, ხო მისგან კეთდება ძაფები.
კეთდება ათასნაირი რაღაც მილები, სარკოფაგები რადიაციული ნივთიერებებისთვის. აი ამ ეს ძაფები ძალიან კარგია ქართული ბაზალტი, რომ გამოიყენება თქვა აი კომპიუტერულ ტექნიკაში. ერთ სიტყვით ეს ყველაფერი ისე კაფეოდ არჩენს და გამოკვეთილად, მაგრამ მე ჯერა რომ აფხაზეთის მოსახლეობა არსად არ დაიკარგება. თვითონ ტერმინი იანლიყი, დევნილი ხომ არ გახდა მასტიგმატიზირებელი ამ ადამიანებისთვის, რომ საზოგადოებასთან ინტეგრაცია მოახდინონ, თვითრეალიზაცია მოახდინონ და თუ არსებობს ისეთი პროგრამები დახმარებისათვის, რომელიც ფსიქოლოგის მომსახურებას ითვალისწინებს. ესეთი პროგრამები რომ ფსიქოლოგიური იყო, თქვა მაგალითად ვეტერანი მეომრებისთვის კი იყო ესეთი რაღაცა, მაგრამ იქ არა მარტო დევნილებია. საერთოდ სიტყვა დევნილი ახლა უბრალოდ საინტერესო სიტუაცია არის. პრაქტიკულად გაიმეორა დღევანდელობა მაჰაჯირობა. ჩვენ ადამიანს მიგვაჩნია და ესე იყო გავრცელებული, რომ მაჰაჯირობაში მარტო ეთნიკურად აფხაზები გაასახლეს. არა, იქ გასახლებული იყო უამრავი ქართველი. ეს ერთი, ჯერ მუსულმანი ქართველები ყველა გაასახლეს, ეს ძირითადად ლაზები იყო. და მათ მიყოლებული ქრისტიანი ქართველებიც ძალიან ბევრი. თუნდაც ერთი ფაქტი, რომ 1000 ქრისტიანი ქართველი მიიღო აჭარა ქრისტიანი ქართველი ალაპარაკო მუსულმანზე. თავის დროზე დააბრუნეს ჩვენმა დიდმა მოღვაწეებმა ელია ჭავჭავაძემ და სხვებმა. ესე იგი, ჩვენ მოგვიწია ჩვენივე სამშობლოში ესე იგი გადასახლება. რამე და ერთი მხრივ დადებითი ის არის, რომ სახში ხარ ისე, მაგრამ მეორე მხრივ ისი რაღაც საოცარი სიტუაცია, როგორ შეიძლება იყო დევნილი სახში. თორმეტ აი ცოტა მიყო ბევრი ჭობა ამაზე, ხიზანი ხო არ თქვა, იძულებით გადადგებული. ეს ახლა ჩვენ დევნილს ვლაპარაკობთ. მაინც სწორად არ მივაჩნია. ეს თუ შეიძლება ხიზანი იყოს, ხო ადამიანი ატომები გადასახლებული. ეს უფრო სწორი ტერმინია, ესე ვფიქრობ. და მთელი უბედურება კიდე ჩვენი ერის ის იყო, რომ ის ლაზები, რომელიც გადაასახლეს, თქვა ტრაბზონში, ან თურქეთში, ისევ თავის სამშობლოში მოხვდა. მიუხედავად იმისა, რომ მაინც თურქეთი იყო მაშინ. რომ მივხვდით, ისინი იმ გარემოში მოხვდნენ, სადაც მათთვის ბევრი იყო ნაცნობი და ცნობილი. რა ვიცი, ესეთი სიტუაცია, რა ვიცი, დევნილებს გვეძახიან, ხარებას გვეძახიან, მაგრამ რა ვიცი, ახლა არც შეურაცხყოფა ეს და არც დიდი სტიმული მათთან ერთხელ. მე მგონი ვარ ქართველები ვარ და გადავდა ეგ არის თავად. კი ბატონო. და მატიას აქვს ერთი კითხვა, როგორც ვიცით. მე მაინტერესებს ამ სტარტაპ პერიოდში თქვენ როგორც ახსენეთ, თუ საგებლობენ დასაქმების კეთილ პრივილეგიებით ეს პირები. იცით, როცა ჩვენ ვიყავით პარლამენტში და ქონდა ფრაქცია აფხაზეთიდან, სამოღვიდოებრივი მოშალეს ეს. პირადად მე ვიყავი და ჩემი მეგობრებთან ერთად ინიციატორი იმისა, რომ არ შეიძლებოდა დევნილების შემცირება. ბიუჯეტში თუ ავწდები მე-20 მუხლად ჩვენ ჩავდეთ ის, რომ რატომღაც იწყებოდა შემცირებები და იწყებოდა დევნილებით. და ეს ავკვეთეთ და რამოდენიმე წელი ამან იმუშავა. ახლა არც ის არის გასაკვირი, ახლა მე თქვა ქუთაისელი ვარ თუ თბილისელი ვარ. მეგობრობა ნაცნობი საქართველოში რაზოს არ მოისმობა და რა თქმა უნდა არ დავიწყებ თქვა ჩემი ორგანიზაციის რეორგანიზაციას თბილისელი მეცნები არ გავაკეთო ეს. და ამიტომ იწყებოდა დევნილებით. გავიგეთ ეს სანახს ყველგან არის რა თქმა უნდა, მას როგორ ვიტყვი. ამიტომ ჩვენ ეს გავაჩერეთ, იმიტომ რომ ამ ადამიანებს მართლა სასტარტო პირობები როცა ჩანგალი და კოვზი არა გაქვს, თუ ბინა და გუბეც ინახა, ხო? თქვა ხომ მივხვდით რა, მე არ ვიტყვი რომ თბილისელებს უხინდათ და ქუთაისელებს და ზუგდიდებს, არა. მაგრამ ნუ იმათ მაინც რაღაცა მაინც ჰქონდათ, ხო? სახში მაინც იყვნენ საკუთარში. ახლა მას დაამატეთ სრული ქონებრივი ნორმი. და ამ ხალხმა თანდათან მე მეცაც გეტყვით. აი მთელი რესტორანების ჯგუფი ახლა გამახსენდა, GNG რო არის, ხო თორცები. ეს საკუთრებები არიან. და ასე შემდეგ ძალიან ბევრი. კიდევ რომელეთი გითხრათ რა, როგორც თბილისს. მე პირადადაც ძალიან ბევრ წარმატებულს ვსაუბრობ. კი, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ იცით რა სიტუაცია იყო. აფხაზეთში ჩვენ განვიცდით გარკვეულ ზეწოლას წნეხს ქართველობისთვის. ამიტომ ვინც იქ მებრძოლი იყო, ქართველობდა და ის ძალიან მოტივირებული ადამიანები იყვნენ და ეს მოტივაცია მათ არ დაუკარგავთ. ამიტომ ჯერ ისედაც ხო, როდესაც ადამიანი ხვდება
უკაცრიელ კუნძულზე რაღაც უნდა გააკეთოს, რო გადარჩეს. ეს мотивация ერთი და პლუს ის რომ იქ მე ვიამახებ კითხვი ამ სიტყვით რომ თუნდაც სადმე შეიძლება ითქვას რომ ნამდვილი ქართველები ვახავ ცოტა უტრიები ამას ყველგან ნამდვილი ქართველია საქართველოში თუ საქართველოს იქ ნამდვილები იყვნენ რა და ეს ჩვენი გენი ჩვენი შინაგანი мотивация რა თქმა უნდა ურთიერთობა დანარჩენ საქართველოსთან ნათესაური მეგობრული ძალიან დიდი შაღავათი იყო ჩვენთვის იმიტომ რომ აი მახსოვს ესეთი მაგალითიც რომ თბილისის სადგურზე ერთ-ერთ ადამიანმა ალბათ თბილისელმა მივიდა და უთხრა ვიღაცა პირველს ვისაც შეხვდა რომ აი გასაღებიო და წავიდო და გლანში მაკობინაო და იცხოვრე და წავიდა ეს კაცი დაუტოვებინა ეს ხო საოცარი მაგალითია და კიდევ მეორე ესეთი მაგალითები სადაც მართლა ჩვენი ეროვნული ეს ერთიანობა ნამდვილად ძალიან მაღალ დონეზე იყო მე რა თქმა უნდა იყო ესეთი მომენტებიც ეს არც ეს არის გასაკვირი როდესაც გარკვეული ესეთი პოპულაციური შეიძლება ესე ითქვას ცოტა ბიოლოგიურ ტერმინს ვხარ რომ დაპირისპირებელი ქალაქი სოფელთან, სოფელი სოფელთან, ქალაქი ქალაქთან. ვთქვათ მაგალითად გალი და სოხუმი ფეხბურთს თამაშობდა ყოფილი ჩხუბი იყო. ხო ყველა ქართველები ვიყავით, ან კიდე სულგირი და კიდე ჩვენ ხო გამიგეთ. ეს არის, ეს ბუნებაშიც არის, ქალაქის და სოფლის მერცხალი. რატომ არის სოფელი? სოფელში ცხოვრობს, ეს ქალაქში. და ერთმანეთს არ უჯვარდებიან. ხოლო მაშინ როდესაც თვითონ დარჩებიან, ალბათ რომ სახეობა გადარჩეს, გამიგეთ? ეს ბუნებაშიც არის. ისე რომ ეს კონკურენცია ადამიანური უნდა იყოს და ამაშიც უცხოებდა ვერაფერს, გამიგეთ? ესეც იყო, აი კაც მოვიგეთ, დავდექით, როგორც იტყვიან, არის შეგვეშინდა დილითაღრია დგომა და ასე შემდგომ. თბილისში შეიძლება უჭირდა ეს, იმიტომ რომ პროფესორი კაცი ახლა ბაზარში ვერ წავიდოდა სხვანაირად. ჩვენც უნდა მოხდილი, მაგრამ ბევრი ჩვენი არის როგორც იტყვიან, ამ პრობლემას შეხვდა ძალიან სერიოზულად, როგორ გავყიდო, როგორ გავჩერდე, მე პროფესორი ვიყავ, ის ვიყავ, მაგრამ უმეტესობამ გადალახა ეს. ბატონია, ძალიან საინტერესო საუბრობთ და მინდა დიდი მადლობა უთხრა ახალგაზრდებს, რომ იყვნენ ჩვენთან ერთად. ჩვენ საუბარს აუცილებლად გავაგრძელებთ საინტერესო ჯგუფის უკვე სხვა წევრებთან ერთად, ასე რომ ძალიან მალე დაგიბრუნდებით და ისევ გავაგრძელებთ აი ამ ძალიან მნიშვნელოვან თემაზე საუბარს. მე გახლავართ მარიამ შალამბერიძე, მე-11 კლასის მოსწავლე. სკოლის გარდა ვარ აქტიური წევრი არასამთავრობო ორგანიზაციისა, რომელმაც არაერთხელ მომცა უნიკალური შანსი მონაწილეობა მივიღო სხვადასხვა საერთაშორისო პროექტებში, სტრასბურგი, ნიუ-იორკი და ახლა ლონდონიც. საერთაშორისო პროექტების შედეგების გაცნობა საზოგადოებისათვის ახალგაზრდა დელეგატებს ხშირად გვიწევს სატელევიზიო მიწვევებისა და ინტერვიუების საშუალებით. კამერასთან მუშაობის, ინტერვიუს მიცემისა და ზოგადად ეფექტური კომუნიკაციის სათანადო უნარჩვევების დახვეწა ჩემი მომავალი კარიერის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. ვაგრძელებთ გადაცემას საინიციატივო ჯგუფი ახალგაზრდობა დემოკრატიისათვის უკვე სხვა სტუმრები და სხვა წევრები შემოგვიერთდნენ ჩვენთან სტუდიაში ნიკა ელბაქიძე, მარიამ საღინაძე, მარიამ ხუნდაძე, ბაია კალმახელიძე და ანანო დემეტრაშვილი. მოგესალმებით და ჩვენი უცვლელი სტუმარი ახალგაზრდობის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ბატონი გიამაზოვა. ბატონია, დიდი მადლობა ისევ და ისევ რომ ხართ ჩვენთან ერთად და ძალიან საინტერესო და აქტუალურ თემაზე ვსაუბრობთ, რომელიც შეეხება დევნილების დასაქმებასა და ინტეგრაციას საზოგადოებაში. ბატონია, მინდა კითხოთ ახალგაზრდების შესახებ და კითხოთ იმ თემასთან დაკავშირებით, რამდენად მნიშვნელოვანია რომ ახალგაზრდებს ახალ თაობას ჰქონდეთ ინფორმაცია კონფლიქტის შესახებ, რომელიც დგას ჩვენი ქვეყნის წინაშე და რამდენად აუცილებელია რომ ამ ადამიანებს ჰქონდეთ ის ინფორმაცია, რაც აუცილებელია თითოეული საქართველოს მოქალაქისთვის, რომ აი ეს კონფლიქტი უფრო სწრაფად მოგვარდეს და ბევრი ადამიანი შეხვდეთ. პირველი სკოლისა მინდა გითხრათ რომ ის ვის დაივიწყა წარსული იმან მოყვა მომავალი. არ შეიძლება რომ არც ის არ შეიძლება რომ სულ წარსულით ვიცხოვროთ და მარტო მას დაეყოთ. არა, მაგრამ ის რაც იყო იმაზე უნდა აშენდეს დანარჩენი შენობა, სხვანაირად გამოვა. და საუბარია რომ ჩვენთან ძალიან ხშირად აი პოლიტიკურ წრეებში აი რა მინდა წარსული საერთოდ გვაძლევს ესე არა. მე მიმაჩნია რომ როდესაც ლაპარაკია შევიდებაზე და მომავალზე და მონანიებაზე, რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა, ორი მხარე უნდა მომინანიოს, მაგრამ
როგორც ოგი ლაპარაკობს, რა ყველაფერში დამნაშავე ჩვენა ვართ, არის ესეთი ადამიანები და არ მარტო ადამიანები, რაც ორგანიზაციები. იცით რა, შიზზე დამყარებული მონანიება ეს სილაჩხეა. მონანიება სიყვარულია. და სიყვარული აუცილებლად უნდა იყოს გულსხმელი მართალი. არ შეიძლება ტყუილებზე ავაგოთ ის ურთიერთობა, რაც მანამდე იყო. საუბედუროდ კომუნისტურ პერიოდში ჩვენი ისტორია იმდენად ყალბდებოდა და ჩვენმა ისტორიკოსებმა რატომღაც ურიერთებმა ყველაზე რა თქმა უნდა ვერ ეთქვია მას, ხარი აუგეს ამ კრემლის ასეთ მოწოდებას და მომიღეთ ის რაც მივიღეთ დღეს. ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა უთხრათ მსოფლიოს, ჩვენ ვართ ერთი ერი ვართ, ერთი ხალხი ვართ. ნამდვილი აფხაზები და ნამდვილი ქართველები, ესე თქვა, ნამდვილი ცოტა ისე ჟღერს, მაგრამ ესე მინდა დღეს ხაზი დავუსვა, რომ ეს ერთი სამყარო იყო. არ შეიძლება ქვეყანა თქვენ იცით, რომ დასავლეთ საქართველოს ერთი პერიოდი, თქვა მერვე საუკუნიდან ერქვა აფხაზეთი სრულიად და ხაშურში აფხაზეთის ათაბაგი იჯდა და ცხეთამდე მოდიოდა. და საქმე რაშია, იცით, ქვეყანამ დასავლეთმა მხედველობაში, დასავლეთ საქართველო, რომელსაც მოიცილა ეს ბიზანტიული მმართველობა და გადავიდა ეს გათავისუფლდა როგორც საერო, ისე საეკლესიო და ქართული აერჩია. ისო ქართველები არ ყოფილიყვნენ და ქართულად არაზრუნდნენ, როგორ აერჩებდნენ, მაშინ სხვა ენა უნდა ყოფილიყო, ხო სწორია. მაგრამ ამ ფაქტსაც ვერ ხედავს, იმას ვისაც ამის დანახვა არ უნდა. და ათასი სხვა კიდე ეს ერთი რაც ახლა გამახსენდა მასე ლაპარაკი. გაერთიანება საქართველოსი დაიწყო აფხაზეთით, ხო? ასე შემდგომ. ერთ სიტყვით ეს უნდა იცოდეს ახალგაზრდა. ძალიან ხშირად ჩვენი ახალგაზრდები პირველ პერიოდში მქონდა ესეთი მაგალითად ჩადიოდნენ სადღაც და რატომაც ექცევოდნენ იმათი იდეოლოგიის ქვეშ, რომ აი ჩვენ ვარ დამნაშავე, ჩვენ დავიწყეთ ყველაფერი ცუდი ქართველის გაკეთებულია. მე მინდა ისევ რამოდენიმე ფაქტზე შეიძლება ეს არასასიამოვნო ფაქტი იყოს, მაგრამ მაინც იცოდეს ჩვენმა ახალგაზრდებამ, რომ 99 წელს, თუმცა პირველი სისხლი დაიღო 1999 წელს აფხაზეთში, არანაირი ქართული ტანკები მაშინ არ არსებობდა და არ შემოსულა აფხაზეთში, მაგრამ პირველი სისხლი დაიღო და 20-მდე ადამიანი დაიღუპა და აქედან 17-18 ქართველი. შემდგომ ესე იგი უკვე ომის დამთავრების შემდგომ, საომარი მოქმედების დამთავრების შემდგომ, სამოქალაქო მოსახლეობა დახვეწილია მხოლოდ ქართველობისთვის 5000 კაცი. ეს რაც ჩვენ სიები გვაქვს და ეს სიები ჩვენ ესე იგი გვაქვს ჩვენ ვებსაიტზე და ყველა ადამიანს აძლევს და ასე შემდეგ. მარტო ქართველობისთვის. ახლა დგას საკითხი, ჩვენ რა გავაკეთეთ ქართველებმა, ხო იქით საპასუხო. ცუდი რა თქმა უნდა ამ შემთხვევაში ცუდზე მოხდებული. ესე იგი მათივე მონაცემებით, მათი თავარი პროკურორის ანჯელიანის მონაცემებით, როცა გავაანალიზეთ სამხედროებზე არ ვლაპარაკობ, სამოქალაქო მოსახლეობა ჩვენი ყოფნის პერიოდში დაღუპულია 100-მდე კაცი. რა თქმა უნდა, ყველა ადამიანის სიცოცხლე განმეორებელია და რაზეა ლაპარაკი 100 უნდა დაღუპულიყო. მაგრამ საუბედუროდ ეს მოხდა, მაგრამ თქვენ დააკვირდით აქეთ რა ხდება. მე ვლაპარაკობ ეს აფხაზებმა გააკეთეს ეს არა, იქ მომხდურება ვინც ჩამოვიდა ის ადამიანები, რომელთაც რაღაც სამშობლო აქვთ ალბათ და რაც ვარიცი მათი წამსიაში გამიხადება გარდა ძარცოფლიჩისა და გაუპატიურებისა, რასაც ადვილი ჰქონდა აფხაზეთში. ესე იგი 5000-მდე ადამიანი იმიტომ გაწიდეს, რომ ადამიანები დაძრულიყვნენ ქართველები დაძრულდნენ აფხაზეთში. რამისთვის გაკეთდა ეს გეგმაზონიერი. ახლა ჩვენ ეს დავვალოთ, არ უთხრათ ერთმანეთს, უნდა უთხრათ ერთმანეთს, რომ კი ბატონო, რაშიც ჩვენ შევცი და დავაშავეთ, ამისთვის მოდის მოვიხდით, მაგრამ თქვენს ხელი უნდა გამოგვიწოდოთ და ერთად უნდა შევქმნათ ჩვენი მომავალი ცხოვრება. მე ეს იმასებს. და მე ვიცი რომ ნიკოლას არის ძალიან საინტერესო კითხვა და თხოვე. ბატონო, ეს პირველ რიგში რაც მაინტერესებს, რამდენად წარმატებულ სტუდენტებს რამდენად ეხმარებით, თუნდაც გასული პროგრამებთან დაკავშირებით. არის სპეციალური პროგრამა ჩვენი განათლების სამინისტროში, სადაც ხდება ამ ბავშვების დახმარება. მე ვერ ვიტყვით, რომ ეს საკმარისია, იმიტომ რომ საკმაოდ ბევრია წარმატებული სტუდენტები, იქ არის თავისი კრიტერიუმები, რას უნდა აკმაყოფილებდნენ და იმ ფარგლებში, იმ წინ ფარგლებში, რაც გააჩნია აფხაზეთის მთავრობას, ჩვენ რა თქმა უნდა უწევთ დახმარებას.
ეს იქნება გამგზავრების ხარჯები, ან რაღაც პატარა სხვა კიდე ხარჯები. რა თქმა უნდა, ჩვენთვის მომავლის ინვესტიცია. ბატონო, განათლების ჩარება თეთრი რა თქმა უნდა არის. ბატონო, საკმარისი ნამდვილად არ არის, მაგრამ რაც შეგვიძლია ამას ვაკეთებთ. ჩვენ ჩავატარეთ გამოყვანები, როგორც მოგეხსენებათ და აღმოჩნდა, რომ როცა შევთავაზეთ ეს დასაქმების პროგრამა, ვერმა გამოგვიცხადა უნდობლობა. და ჩვენ გვაინტერესებს, რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენი ინფორმაცია მათთვის უფრო სანდო გახდეს და უფრო მეტი ჩართულობა. ძალიან მარტივი ფორმულა არ დაიღალოთ. მიდით შევხვდით ელაპარაკეთ, ამიტომ რომ ადამიანები უკვე ნიჰილისტურად განეცვალნენ 20 წელიწადია, ისინი ვერ აღწევენ იმას, რაც აუცილებელი ადამიანისთვის. ეს არის სამუშაო, ეს არის დასაქმება, ხო? ეს ძალიან ძნელია. მე ახლა კი ვილაპარაკე წარმატებულ დევნილებზე, მაგრამ ძალიან ბევრია ძალიან ძიმე მდგომარეობაში. და ჩვენი მოვალეობა ყველა ადამიანის, ვინც საქართველოში ცხოვრობს, ამ ადამიანებს ხელი დაუწოდოთ, ავეხმაროთ. შეიძლება ახლა რიტორიკულია ჩემი პასუხი, მაგრამ თუნდაც ერთი ადამიანიც, რომ მოაბრუნოთ ცხოვრებისკენ, რომელსაც ის დეპრესიული ფონი მოუხსნა, მე მიმაჩნია დიდი გამარჯვება. თქვენ ერთი, მე ერთი და ასე შემდგომ შეიქმნება სხვა წვეთისგან შედგება. არ გავჩერდით. ბატონო. თქოს. ბატონო, ჩვენ გვაინტერესებს რა სახის დახმარებას უწევს სახელმწიფო ზოგადად ადამიანურ მოსახლეობას, თქვათ, გარდა გაჩვენილი პროგრამებისა და ახალგაზრდობის ინვესტიციებისა, სხვა რა სახის დახმარებებია სახელმწიფოსგან? ისიც ბევრი პროგრამები არსებობს, წინათ უფრო მეტი იყო ეს დახმარებები, შემდგომ რატომღაც შემცირდა. მხედველობაში არ მაქვს მარტო საქართველოს მთავრობა, საერთოდ მსოფლიო დახმარება იყო უფრო მეტი. ახლა თავი რა არის, დევნილების თავი პრობლემა არის ეს დასაქმება და ეს არის საცხოვრისი. იმიტომ რომ ძალიან ბევრი დევნილი ცხოვრობს კომპაქტურ დასახლებებში, რომლებიც უვარგისია საცხოვრებლად. ახლა კეთდება რაღაც გარკვეული ნაბიჯები, კეთდებოდა, მაგრამ არასაკმარისად. ახლა ცოტა დაჩქარდა და მიხარია ეს პროცესი, რომ ცოტა დაჩქარებულია და ცოტა მეტი მზაობაა, რომ აი რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს დევნილების ინტეგრირება აი ამ კუთხით, ხელოვნებაში მაქვს საცხოვრისი, იმიტომ რომ შენდება სახლები ზუგდიდში, სენაკში, საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში, თბილისში, წინათ თბილისში ეს აკრძალული იყო. აი წინა იმაში რომ ყველა დევნილი რომელიც რჩებოდა, მაგრამ ახალი მშენებლობები და რაღაცა პრაქტიკულად დევნილებს ელեկებოდნენ ესე იგი დედაქალაქის მიღმა. ახლა თქვენ წარმოიდგინეთ ადამიანი მიბმულია, ხო, იმ რეგიონს, იმ უბანს თუნდაც. მე რა რომ სადღაც მიწერილი იყო, ან თქვა დაკაც ზოგიერთი. და ამიტომ ძალიან დიდი სტრესი მეორე გადასახლებასავით გამოსდიოდა. აი, ფოცხოვცეში რომ გააგზავნეს ადამიანები, სადაც ნუ პრაქტიკულად შეუძლებელია იმათ. წარმოიდგინეთ, იქაც იყო ადამიანი, ვინც თქვენს რო ქუჩაში ვარ და მირჩევნია ჯერი მაინც ხომდეს. იქ არც სამუშაო იყო, არც მიწა იყო, არც არაფერი არ იყო, ადამიანს დაიმუშავე რაღაცა დაეკეთებინა. მაგრამ იზოლებულები იყვნენ. საუბედოდ დაიცალა, იმიტომ რომ თვითონ ცხოვრებას აჩვენა, რომ ესეთი შეთავაზება არასწორია. მივხვდით? ამიტომ დღეს უკვე ახლა ვიცი, რომ ძალიან კაი პროგრამა არის, აი ჩინელები ვაშენებენ სახლებს ოლიმპიური თამაშებისთვის. თუ ავწდები ახლა სუსტის ვერ გეტყვით, მაგრამ საკმაოდ ბევრი სახლი დევნილთა მფლობელობაში გადადის. ეს უკვე ძალიან დიდი წინგადადგმული ნაბიჯია. და ასე შემდგომ. თუ ავწდები 10-ზე მეტი სახლი გადადის და ეს ძალიან მიხარია, რომ ესე არის. საცხოვრისი როცა აქვს ადამიანს, ეს უფრო მშვიდია. ეს დეპრესიული ფონის ბატონო, ასე განანოს ვსვენთ. ბატონო, ჩვენ როგორც იცით, მონაწილეობთ გაეროს პროექტში და მიუგზავრებით ამერიკაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში ამ პროექტთან დაკავშირებით ვცდილობ ჩვენი ცოტაოდენი წვლილი შევიტანოთ ამ ადამიანების ასე თუ ისე განვითარებაში. როგორც იცით, ამას რა თქმა უნდა ვცდილობთ დასაქმების კუთხით. თქვენი აზრით, რამდენად დიდი ინტერესი გამოიწვევს ამ თუ იმ კომპანიის დამოკიდებულება ავტომობილების მიმართ, დამოკიდებულება რამდენად არის სანდო თვალსაზრისით და რამდენად ეძებიან ისინი გულისხმობით მიუდგნენ ამ საკითხს და დასაქმებისით. ისიც რა, პირველად როცა ვიყავით, მეც ვგახსნით გაეროში ბავშვებთან ერთად, მაშინ ძალიან კაი ეს სლოგანი
წარმოაჩენეს ბავშვებმა, წარმოაჩენეს. ესე იგი, თავარი კი არ არის ადამიანს აჭამო თევზი, არამედ ასწავლო თევზაობა. კაი აზრია შენ ჩადებული, რომ სპეციალურად ჭირდება ადამიანს და მე რა თქმა უნდა დასაქმება. აი აქ ლაპარაკობდი წინა იმაზეც, რომ ჩვენ აიცით რატომაც ჩვენი ახალგაზრდობა ორიენტირებულია უმეტესობა რა ეს იურისტები, ეკონომისტები და ასე შემდეგ. დაივიწყეს ბიოლოგია, ქიმია, ფიზიკა და ასე შემდეგ ეს ერთი. და მე სულ დაივიწყეს ისეთი სპეციალობები როგორც არის მშენებელი, ხარატი, ელექტრიკოსი, გამი და არა ყველაზე მოთხოვნადია. აი რუსეთში ახლა გამაუსმენ ამასთანაც გამოგულებს, რომ მთელი ეს სოციალური ფენა შეიქმნა ბილიონებისა, აი ეს ელექტრიკოსები, ხარატები და ესეთი ხალხი, იმიტომ რომ არავინ არ აკეთებს, იმდენი სამუშაო აქვს, რომ აი მილიონები დახდნენ, მშენებლები და ასე შემდეგ. შექმნის პატარა ფირმები, თქვა დიზაინი, მშენებლობა და ასე შემდეგ. ერთ სიტყვით, აი ეს წამოსაწევი ჩვენი განათლების სისტემაში არის ეს ასე პროფესიული განათლება. ზარეულები, რა ვიცი, ყველაფერი, კაცო, ვიზაჟისტები და რა ვიცი, ყველაფერი ერთად, იმიტომ რომ სოფლის მეურნეობა თუ მისას თუ ხიარ დაკარგვის მისას ხვისია, ვიც თოხს დაიკვებს იმის ეს მის. და დღეს საქართველოსთვის ეკონომიკურად თუ შევიდეთ ეკონომიკის კუთხით, რა თქმა უნდა სოფლის მეურნეობა უმთავრესია. ძალიან კარგია ტურიზმი, ძალიან კარგია, მაგრამ მერტმან უკნას ერთი გავარდნა ტურის და ტურისტი უკვე არ ჩამოვიდა, არ არის ტურიზმი. მაგრამ თუ გინდას მოვიდეს, უნდა აჭამო, უნდა ასვა, თუ ჩამოიტანა ყველაფერი სხვა ქვეყნიდან, მაშინ გააზრია. მომივიყვი. მაგრამ ბევრია ძალიან გასაკეთებელი, იმიტომ რომ საუბედუროდ ჩვენთან ის რაც ქართული პროდუქტია და ქართული პროდუქტი ძალიან მაღალი ხარისხის იყო ყოველთვის, ქერმოს კუთხით და ხილი, თუნდაც წვანი ყოველთვის გამოირჩეოდა, ანუ მიწა ესეთი ღვთის მადლით და როცა შენ შემოგაკეს საზღვარგარეთიდან, შენ პრაქტიკულად ხო შენ წარმოვიდეს, ხო? აზრი არ აქვს მაშინ იმისთვის ვინც მიწაზე მუშაობს რომ მოიყვანოს. აი ძალიან ისეთ მაგალითებს გეუბნებით რა ზედაპირულად რომ დევს. მივიღეთ ეს ლაბორატორიები შეიქმნა ყველაფერი რომ აი თქვა რასაც ღებულობის ის რომ შემოწმებული იყო და მე საკუთაც მიიღეს დადგენილება რომ 5 წელიწადი არ ისე ისე იყოს. ანუ თუ ნათელია რომ ვიღაცის ინტერესი იყო. ვიღაცის ინტერესი ქვეყანა არ არის, თუნდაც ყოველთვის ქვეყნის ინტერესი. აი მას უნდა დაუბრუნდეთ ჩვენ. გამიგეთ რომ ხალხის ინტერესი უნდა იყოს მთავარი. იქ პარტია იქნება, თუ პიროვნება იქნება, ჩვენ ყავს საბედნიეროდ ჩვენ ისტორიაში საოცარი ადამიანები, ექვთიმე თამაიშვილი და რა რომელიღი დავისწავლე ილია და ასე შემდეგ, უახლოეს ლაპარაკობ წინა. რომლებიც წარმატებულებიც იყვნენ და ხალხის ცხოვრებით ცხოვრობდნენ. გამიგეთ რა ცოტა უხვევი დასმულ კითხვას. არ შეიძლება ადამიანის ცხოვრება მარტო შენი პარტიული ინტერესი. და ეგ რაღაც შენი ინტერესი, გამიგეთ. საუბედუროდ ხდება ხოლმე ეს ყველაზე ვერ ვიტყვი, მაგრამ არის. ბატონია, ძალიან თბილი და ძალიან კარგი შეხვედრა გამოგვივიდა, მეგობრები და ძალიან დიდი მადლობა მინდა უთხრა ამ ახალგაზრდებს, რომლებიც დაინტერესებული არიან თავიანთი სამშობლოს ბედით, თავიანთი მოქალაქეების და განსაკუთრებით იმ ადამიანების, ვინც თავის სახლიდან დროებით იძულებით არის გადაადგილებული. დიდი მადლობა ყველა თქვენთაგან წინა ჯგუფსაც, დიდი მადლობა სოფი და განსაკუთრებულად ბატონია, რომ გაუნახეთ რომ დამოუძალეთ. საქართველოს უნდა შეცვალოს საქართველოს. ჩემი სიტყვა ჩვენით. აი ჩვენით ყველაფერი განიხილება, ჩემით. უმეტეს მადლობა გეშտობით მაყურებელს. შევახსენებთ ჩვენი გადაცემის სტუმარი გახდათ აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს თავმჯდომარე ბატონი გიაგვაზოვა. გეშტობით მადლობა რომ იყავით ჩვენთან, მომავალ შეხვედრაზე.